ინდუსტრიული ზოლის შექმნა და ინვესტორებთან მემორანდუმის გაფორმება მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში ქუთაისში იმყოფება. ეგვიპტური კომპანია ფრეში ქუთაისის საინვესტიციო პროგრამის პირველი ეტაპის განსახორციელებლად ემზადება პირველად $1,200,000,000-იანი დაფინანსება. მეორე ეტაპისათვის უკვე $2 მილიარდს გადააჭარბებს. სულ ადგილზე 12 ქარხნის მშენებლობა იგეგმება. პირდაპირ ეთერში ვრთავთ ქუთაისს. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველას. თქვენი სახით მინდა მივესალმო ქუთაისელებს. მე აქ მოდივარ ბაგრატიდან, სადაც მას შემდეგ რაც 4 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ დაგეგმვა, ეჭვებარებოდა ბევრს, რომ ბაგრატის აღდგენა იყო შესაძლებელი, ამიტომ მოიწვიეთ საუკეთესო არქიტექტორები, საუკეთესო სპეციალისტები ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად და საბოლოო ჯამში შევჯერდით პროექტზე და დღეს ჩემთვის არის ბედნიერი დღე. მე ავიტარებ პირველი ქვა და დავდე ამ პროექტის აღდგენაზე. ეს ქვები ჩვენ შევაგროვეთ თელ ქუთაისში, ოჯახ-ოჯახვიანეთ, მუზეუმებიდან გამოვიტანეთ და შევთანხმდით, რომ 2011 წელს ბაგრატი დაიბრუნებს თავის პირველდელ წყინვალებას. ასევე ჩვენ ვართ ავტოქარხნის დასახლებაში და ასევე მნიშვნელოვანი თემაა ეს თქვენთვის. მე აქედან მიდივარ წყალგაყვანობის სამუშაოების შესამოწმებლად და მინდა გითხრათ, რომ ეს სამუშაოები აქ დამთავრდება წელს და მომავალ წელს საბოლოოდ დამთავრდება ის, რაც მე არასდროს არ მეგონა, რომ შესაძლებელი იყო, რომ ქუთაისს ჰქონდეს მუდმივად სასმელი წყალი. ეს ვერც გააკეთეს ვერც კომუნისტებმა. კომუნისტების შემდეგ საერთოდ ოცნებაც არავის არ უცდი ამას. ჩვენ ვიყავით ბედნიერი, მე ვიყავი ბედნიერი, როცა ჩემი პრეზიდენტობა და 1 წლის თავზე ზოგიერთ რაიონში 2 დღეში ერთხელ მაინც არის წყალი, თადრე იყო 3 და 4 დღეში ერთხელ, ზოგან კვირაში ერთხელ. ახლა ჩვენ გვექნება მუდმივი წყალი. და ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდება. მე როცა აქ ავტოქარხნის დასახლებაში პირველად მოვედი, არაფრის ფული არ მქონდა. და ერთ-ერთი რაც უთხარი, იქნებ ფასადები მაინც შეგვეღება თქვა. და მაშინ ბევრმა დამცინა, რომ რა დროს ფასადები ხალხშია, წყურია, გზა არ არის, ჯერ შევღებეთ ფასადები, მქონდა ამის ფული. მერე გაგვიჩნდა ფული გზის გაკეთების და გავაკეთეთ გზა. მერე გაგვიჩნდა ფული და დახმარებაც მივიღეთ წყლის გაკეთების და ვაკეთებთ წყალსადენს. მაგრამ მე მაინც უმესმოდა ქუთაისელებისგან და იმიტომ მას ყველაფერს იმიტომ ყვები, რომ ქვეყანა ერთბაშად არ ჩენდება ჩემო მეგობრებო და ეს ყველაზე მეტად დავინახე მე. თითქოს დიდი ხანია არ ვარ მეც პრეზიდენტი, მაგრამ რაღაცა ბევრი რაღაცა რაც მეჩვენებოდა ადვილად აღმოჩნდა ბევრად უფრო ძნელი და ბევრი რაღაცა რაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. მაგალითად ქუთაისის წყალმომარაგება. მაგრამ ამის გარდა ყოველთვის მესმოდა მე ქუთაისელებისგან და სამართლიანადაც ალბათ, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტი დაფრინავს თბილისიდან ბათუმში, ბათუმიდან თბილისში და ხანდახან რომ გაჩერდეს გზაში, ცუდი არ იქნება, ხელი მაინც დაგვიქნიოს ზემოდან. მაგრამ მე მინდა იცოდეთ, რომ და მე მგონი ამას მივხვდით უკვე, რომ მე ძალიან არ მიყვარს აქ ხელცარიელს ჩამოსვლა. ამიტომ ახლა ჩამოვედი ასევე გარკვეული საჩუქრებით. საჩუქარი ნომერ პირველი.
ერთი ქარხანა დაშლილია და მოდის და გემზე დგას უკვე და 3 თვეში იქნება პირველი პროდუქციის გამოშვება თქვენს მიერ ამ ქარხანაში ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე. საჩუქარი ნომერ მეორე ქარხანა ვენტილატორები და კონდიციონერები კიდე დაჭირდება 2-3 თვე, მაგრამ თქვენ ამუშავებთ ამას და იქნება თქვენ ტერიტორიაზე. მომაწვეთ დანარჩენი ქვემოთ. საბოლოო ჯამში 12 ქარხანა ჩამოგიტანეთ ქუთაისში. ქუთაისი ხდება ისევ ქალაქი ინდუსტრიის შენებელი. და ეს არის ყველაზე მთავარი საჩუქარი, რაც შეიძლება ჩვენ მივცეთ ქუთაისელებს. და უბრალოდ ამას და ეს არის ისეთ საჩუქარი, რომელიც დამადლებაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ხალხს უბრალოდ ვაძლევთ საშუალებას ძიმე შრომით ირჩინონ საკუთარი თავი. ქუთაისში იქნება დღეს ქუთაისის ინდუსტრიული ზონა, რომელიც უახლოეს თვეებში და 1 წლის განმავლობაში დაასაქმებს 5000 ქუთაისელს. სტაბილური გრძელვადიანი მუდმივი სამსახურით, როგორც აი ამ ქარხანაში ტრაქტორების აწყობაზე ხა 250-300 კაცამდე მუშაობს, 5000 სამუშაო ადგილი იქნება. პლუს შენებლობაზე ჩვენ რომელსაც განვაახლებთ, ვამატებთ 2-3000 სამუშაო ადგილს, პლუს მეტალურგიაში 1000 ადგილი და ჩემი დათვლით ამ ინდუსტრიული ზონის გაგრძელებაზე ჩვენ უახლოეს 2 წლის განმავლობაში ქუთაისში შევქმნით 20-25000 მუდმივ ანაზღაურებად სამუშაო ადგილს ქუთაისელებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ყველაზე მეტად ამას იმსახურებს. მინდა ყველას და პირველ რიგში ჩემ თავს და საქართველოს მიულოცო ეს დიდი ეკონომიკური გამარჯვება. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენი ამოცანა არის ამ ყველაფრის შეუქცევადობა და ამ ყველაფრის მუდმივ ყველა ოჯახში მიტანა. ქუთაისი ყველაზე მეტად დაიჩაგრა გრევის და არასტაბილურობის გამო. ყველაზე მეტი ზარალი მოადგა აქაურობას. არა და აქ ცხოვრობს განსაკუთრებული ხალხი. მე ამ რამდენიმე დღის წინ მე ყოველ დღე რამდენიმე საათს ვატარებ ინვესტორებთან, ეკონომიკოსებთან თათბირებს და ამ რამდენიმე დღის წინ შევხვდი ჩვენ თურქ ინვესტორებს, რომელთაც ჩამოიტანეს დიდი საწარმო, რომელიც გამოუშვებს პუმას და ლოტოს, ეს არის ორი დიდი სპორტული ბრენდი, იცით ალბათ. წარწერით გამოშვებულია საქართველოში, ბათუმში. 600 მუშა აიყვანეს და კიდე 400 იყვანენ. ეხლა ყველა სავარჯიშებენ. და თქვენს რომ ჩვენ ჩამოვიყვანეთ პირველადო მათი ინსტრუქტორები თურქეთიდან. და მე ჩამოვიყვანეთ 3 ქუთაისელი. ამ 3 ქუთაისელმა ასწავლა ისეთი რაღაცები, რაც არც ერთმა თურქმა ყველა საუკეთესო ჩვენ ცენტრებში, ბურსაში, სტამბულში და სხვაგან არ იცის. იმიტომ რომ მე გამახსენდა რომ ქუთაისში უშვებდნენ ყველაზე მაგარ აბრეშუმს ევროპაში. სპეციალური შიფონი აბრეშუმი, რომელიც მე აღარც პარიზში აღარ მინახავს არსად და ვინც ეძებდა ალბათ მე ხარ ვერ გეტყვით რომ სულ აბრეშუმს ვეძებ, მაგრამ არ გამიგია რომ სადმე არსებობდეს. და კიდევ უამრავი სხვა სპეციალისტი და ეს უცნაური არის ის, რომ ამ ხალხს არ უმუშავია 15, 16, 17 წელიწადი. და მაინც შეინარჩუნა ეს კვალიფიკაცია. აი დღეს მეუბნებოდა ჩვენი ინვესტორი ეგვიპტიდან, რომ სპეციალურად ჩამოვყვეთ ხალხი რომ შევისწავლოთ დონე და გაოცებული იყვნენ ისეთი კარგი დონეა ადგილობრივი მუშახელის და ადგილობრივი ინჟინერების. და ქარხნები რომელიც ჩვენ თქვენთვის ჩამოგვაქვს. აი სიტყვაზე ავიღოთ პირველი ქარხანა, ეს არის სარეცხი გაზქურების მანქანა და სარეცხი მანქანების. ეს არის ძალიან მაღალ ძალიან შრომატევადი პროცესი. გაზქურას სჭირდება ცალკე მართულები, სჭირდება ცალკე მეტალი, რომელიც შეგვიძლია აქვე გამოუშვით, მეტალურგიული საწარმო და მეტალოკონსტრუქციების საწარმო აქ იქნება. ამას სჭირდება ცალკე სპეციალური საიზოლაციო მასალები და უამრავი სხვა რაღაცა ისი გამოშვება ჩვენ აქ შეგვიძლია. ერთ სიტყვით, ერთი სამუშაო ადგილი აქ კიდე 2-3-4 სამუშაო ადგილს წარმოქმნის სხვა საწარმოებში აქვე გარშემო. აი ეს არის კონკრეტიკა. აი ეს არის ჩვენი შანსი საქართველოს გამოძვრეს ამ სოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან, არა დასუსტებული, არა დამშეული, არა უკან დაბრუნებული, არამედ გაძლიერებული და ფეხზე დამდგარი და ნამდვილად მაგალითი სანიმუშო დანარჩენი ევროპისთვის და დანარჩენი ჩვენ გარშემო რეგიონისთვის. მე ნამდვილად არაფერს არ ვაზვიედებ. ჩვენ ფოჩი შევქმნით თავისუფალი ეკონომიკური ზონა,
ხვალ ვაპირებ რომ დაუთვალიერო იქ ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩვენ ველით რომ უახლოეს ერთ წელიწადში 100 კომპანია დარეგისტრირება ფოთში. ეს ნიშნავს 100 კომპანიაში მინიმუმ 50-დან 100-მდე კაცი რომ დასაქმეს დამატებით. ფოთში არსებული მოსახლეო რესურსი ნამდვილად ამას არ ეყოფა. საბოლოო ჯამში ჩემი წმენით და ჩემი გადმოსახედიდან ქუთაისი უნდა იყოს 9 მილიონიანი ქალაქი და ნახავთ რომ ეს მოხდება უახლოეს წლებში და იმიტომ კი არა რომ ხალხს ჩამოასახლებთ და ხალხი თავისით ჩამოვა იმიტომ რომ აქ იქნება სამუშაო დასაქმება შემოსავალი და მომავალი ფოთში მოსახლეობა მინიმუმ გასამაგდება უახლოეს 3 წელიწადში თუ უფრო ჩქარა არა იმიტომ რომ დღევანდელი ფოთის სამუშაო რესურსები არ ყოფნის თავისუფალი ზონის მუშაობას ბათუმში მოსახლეობა მინიმუმ გაორმაგდება საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ თბილისის გარდა კიდევ 3 დიდ ქალაქს საქართველოში 3 ინდუსტრიალიზირებულ მაღალი სერვისის მქონე ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქს მე მინდა ისიც გითხრათ რომ მე ქუთაისზე სხვა ინიციატივებიც აქვს მომზადებული სხვა ჯერ გადმოვიდა აქ საგზაო დეპარტამენტი გადმოდის ამ დღეებში მე გავხსენი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებული კომისიის შენობა პირობა შევასრულე რაც არ უნდა მსოფლიო კრიზისი იყოს რაც თქვით ის უნდა გაკეთდეს და თქვით რომ აქ გამოვა სახელმწიფო უწყებები კონტროლის პალატა გადმოვიდა სემეკი გადმოვიდა საგზაო დეპარტამენტი გადმოდის კიდე სერიოზული რაღაცეების გადმოტანას ვაპირებ მაგრამ ამას ჯერ კიდევ პარლამენტს ვკითხავ და წინასწარ ეს იყო ჩემი საიდუმლო მაგრამ ქუთაისი იქნება სრულფასოვანი მეორე დედაქალაქი საქართველოსი დედაქალაქი სადაც მოვა სწრაფი რკინიგზა იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ მილიარდიანი პროექტის განხორციელებას მომავალი წლიდან იმისათვის რომ თბილისი ბათუმის რკინიგზა რომელიც გაივლის ფოთზე პრაქტიკულად სხვანაირ რაკურსში დავნახოს იმიტომ რომ თბილისიდან ქუთაისში ამ ახალი რკინიგზით ჩვენ ჩამოვართ მაქსიმუმ საათ და 20 წუთში და ეს იქნება როგორც ქალაქგარეთის ელექტროსტრაფი მატარებელი. ჩვენ ავტობანი მოყავს აქ 2011 წელს, ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე საათნახევარში ჩამოხვალ უსაფრთხო გზით ქუთაისში და ახალ ელექტროგადაცემის ხაზს ვაშენებთ, ვიწყებთ დიდი ჰიდროელექტროსადგურების შენებლობას გარშემო და სერიოზულად უკვე მოკიდებული ვიყავ ხელი ნამახვანზე და ნამახვანი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ქუთაის მოემია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროენერგეტიკული კომპლექსი ევროპაში. ამის პროექტი არსებობს და სულ უფრო მეტი შანსია რომ მომავალი წლიდან ჩვენ დავიწყოთ ამის შენებლობა, მაგრამ ეს არ არის მარტო დაპირება, წელს ჩვენ ვაკეთებთ ფარავნის შენებლობას, წელს ჩვენ ვიწყებთ 2-3 სხვა ელექტროსადგურის, უფრო პატარა ელექტროსადგურის შენებლობას და პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში აშენდება დიდი და მძლავრი ჰესები. ეს არის 10.000 დასაქმებული ჰესების შენებლობა და ეს არის შემდეგ 10-ობით და 100-ობით ათასი დამატებით სამუშაო ადგილები ამ იაფი ელექტროენერგიის შედეგად შექმნილ მრეწველობაში და ინდუსტრიაში. არ შეიძლება ქვეყანა იყოს ჩამოკიდებული იმპორტირებულ ენერგიაზე. ჩვენი ამოცანა რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი იაფი ელექტროენერგია, როგორც აქვს ნორვეგიას, როგორც აქვს დანიას, იმ ქვეყნებს სადაც აქვს, როგორც აქვს ფინეთს, იმ ქვეყნებს სადაც იაფი ენერგიის გამო ასევე განვითარდა სერიოზულად წარმოება. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო დღეს მე კიდევ ვაპირებ შევხვდე ბიზნესმენებს ქუთაისელებსა და ცალკე დეველოპერებს მათ რა თქმა უნდა არის სიძნელეები რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი გაჭირვება მარტო ის რა დღის რომ რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა და აქედან უამრავი ხალხია წასული ბოლო 2 თვეში შემცირდა 2-ჯერ იმის გამო რომ რუსეთში არის ეკონომიკური სიძნელეები მაგრამ ამან დაარტყა თითოეული თქვენგანის ოჯახს ვისაც შეხება და თუ რომც არავინ არ ყავდეთ რუსეთში ვიღაცას მაღაზია აქვს და იმ მაღაზიაში აღარ ყიდულობს ან უკრაინიდან ან რუსეთიდან ან ამერიკიდან გადმოგზავნილი ფულით ადამიანი პროდუქცი ვიღაცას ავტობუსში კერძო სამარშრუტო ტაქსი აღარ უჯდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეკონომიკაში შეიქმნა სერიოზული სიძნელეები მაგრამ თუ ჩვენ მივყვებით ამ ჩვენ პროგრამას ჩვენი ეკონომიკის შენარჩუნების და გადარჩენის რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ 3-4 თვის წინ და ვიღაცას გვეგონა ეს რომ ფარატინა ქაღალდე მე ჩემ დაპირებას ყველას ვიღებ ძალიან სერიოზულად და რაღაცას თუ ჩაუჯექი არასოდეს უკან არ ვიხევ აი ხა ჩემი თუ ჩათვალეთ ასე ბოლომდე გასისხოცებული და გააზრებული იდეა რომ ქუთაისი ვაქციოთ საქართველოს ინდუსტრიულ ცენტრად და საქართველოს მეორე დედაქალაქად და მე ამას რა თქმა უნდა ბოლომდე თქვენთან ერთად მივიყვანე.
იმიტომ რომ აქ ცხოვრობს ხალხი, ვინც ამას შეძლებს. იმიტომ რომ აქ არის კვალიფიკაცია, რომელიც სანთლით საძებნია მთელ ევროპაში და აზიაში. იმიტომ რომ აქ არის ტრადიცია, რომელიც არ იქნება 1 და 2 და 5 წელიწადში. და იმიტომ რომ აქ არის განსაკუთრებული გაჭირვება და ხალხს სჭირდება შველა და ხალხს სჭირდება თანადგომა მთავრობის და ინვესტორების მხრიდან. და ჩვენ ამ პროგრამას განვახორციელებთ, რა თქმა უნდა არის გაჭირვება. რა თქმა უნდა საბანკო სექტორი არის ჯერ კიდევ გაჭედილი, მაგრამ რა თქმა უნდა შენებლობა ბევრგან გაჩერდა, თუმცა ყველგან არ გაჩერდა. გაიარეთ ფოთში და არის პერსპექტივა რომ იყოს ნამდვილი სამშენებლო ბუმი, რომელიც აუცილებლად გადმოედება ქუთაისს, სადაც გაჩერდა ბევრგან შენებლობა. ბათუმში არის ორჯერ მეტი მშენებლობა დღეს, ვიდრე იყო კრიზისის დაწყებამდე. თბილისში თელი რიგი მშენებლობა განახდა, თუმცა არის პრობლემები და ჩვენ მუშაობთ საბანკო სექტორთან, რომ მაისში, ივნისში დაკრედიტება მშენებლობის და საერთოდ დაკრედიტება ბიზნესის განახდეს. იმიტომ რომ ჩვენ ბანკებს აქვს საკმარის საკრედიტო რესურსები, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ სავალუტო ფონდიდან დამატებით ტრანში, იმიტომ რომ შეაფასეს მაღალი შეფასება მიცეს ჩვენ რეფორმებს. იმიტომ რომ მთავრობა მუშაობს ერთიანად და განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან არ არის დაკავებული ერთმანეთის ჭამით და ერთმანეთთან ბრძოლით. ეს არის ის, რაც იძლევა სტაბილურობას და შანსს, რომ გადავრჩეთ უბედურებას და კონდეს უკეთესი მომავალი. ამიტომ თუ ბანკები განაახლებენ კრედიტირებას, რისი იმედიც და ყველა საფუძველი ბემაქს. თუ კი არა, ჩვენ უკვე შევინარჩუნეთ ვალუტის სტაბილური კურსი და ესეც ჩვენ ესე სხვათა შორის უყურებთ ამას. შეხედეთ რა ხდება უკრაინაში. თითქმის ორჯერ მოხდა ვალუტის დევალვაცია. ესე იგი ადამიანი რო იღებდა სიტყვაზე 100 ლარ 80 ლარს პენსიას, გაუხდა რეალურად 40 ლარი. და თან ბიუჯეტიც ვერ უხდის. დავალიანება აქვს 20%. ჩვენ ბიუჯეტიც გვაქვს შევინარჩუნეთ, ყველა ხელფასი და პენსია დროზე გაიცემა, გადასახადებს პირველ კვარტალში გადავაჭარბეთ 40 მილიონით და ვალუტა დარჩა სტაბილური. ხანდახან გონია რომ ესე ჰაერიდან მოდის. ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე, ძალიან დაძაბული, ძალიან ნერვული შრომის შედეგი თქვენთან ერთად. ეს უნდა შევინარჩუნოთ, რათა ამ საფუძველზე ავაშენოთ ის, რასაც ახლა ყველანი ერთად ვაკეთებთ. და რა თქმა უნდა საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს წინ. რა თქმა უნდა ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ეს ყველა ვიცით. და ეს ყველაზე დიდი ტრაგედია პირადად ჩემთვის. მაგრამ თქვენ ნახეთ ნატოს ბოლო სამიტი, რამდენი სიძახოდე რომ საქართველოს გაიყიდა, გაიცვალა. ნუ რას უკაცრავად, არასდროს არ გაუკეთებია წინა ამერიკის ადმინისტრაციას ამის ნახევარი განცხადებებიც, რაც ახლა გააკეთა ობამა. წინა ადმინისტრაცია ამბობდა ესე, რომ ძალის გადამეტება კი არა თქვა ამ კაცმა, შეჭრა, აგრესია, ოკუპაცია. რა დაარქვა ყველაფერს თავის სახელები. ეს არის ხარდაჭერა. ხარდაჭერა არის ის, რომ ნატომ ძალიან ზუსტად თქვა, საქართველოს შევა ნატოში სამხრეთ ოსეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთანთან, ესე თქვა, გენერალ-მდივანი ნატოსი. მაგას ჩვენ წარმოვიდგინეთ დიდი ხანია. და აფხაზეთთან ერთად. ყველაფერი ეს არის ასევე მძიმე მუშაობის და შრომის შედეგი. და ჩვენ თუ ჩვენი ეკონომიკა შევინარჩუნეთ, გადავარჩინეთ, თუ ეს 12 ქარხანა დადგა და თუ კი არა დადგება და დადგება წელს უმეტესობა და მომავლის დასწრიში დანარჩენი. თუ ჩვენ ის ცაცაბჯერები, რომელს მე ვოცნებ ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, თბილისში, ზუგდიდში, თელავში ავაშენეთ. თუ ეს ჩქარი რკინიგზა ავაშენეთ აქ, თუ ავტობანი მივიყვანეთ საზღვრებამდე, თუ რიქოძე გამოვიყვანეთ ახალი ავტობანი და ახალი გვირაბები ავაშენეთ, თუ გომბორის გზა ავაშენეთ, თუ გოდერის გზა ავაშენეთ და ყველაფერი ეს აშენდება, თუ არ არის ეს ფანტაზიები არ არის, ყველაფერი ეს აშენდება, ან ახლა ვიწყებთ ამ ყველაფრის შენებლობას. რანაირად უნდა წაიღონ ჩვენი ტერიტორიები, როცა ყველაფერ ამის დამნახავარად სოფლიოს ხარდაჭერა იქნება ჩვენს ხარეს. როცა ქვეყანა არის წარმატებული, ყველას უნდა შენთან მეგობრობა და შენი ხარდაჭერა. როცა ქვეყანას აქვს მოთმინების უნარი, გამძლეობის უნარი, ერთმანეთის გომის უნარი, ერთიანობის უნარი, სტაბილურობის შენარჩუნების უნარი და ახალი ინვესტიციების მოზიდვის უნარი. ამ სოფლიო კრიზისის ფონზე, როცა მართლა ადრე აი როგორც აგიღოთ ტბაში რო არის დიდი ტბა რო არის და სადაც უნდა გადაგეგდო ანკესი დაიჭერდით თევზს, ასევე იყვნენ ინვესტორები. ყველგან იყვნენ ინვესტორები. ეხლა წარმოვიდგინე ამ ხელა ტბაში დაცურავ 3, 4, 5 ინვესტორი. და დადის ბევრი ანკესიანი ქვეყანა გარშემო გამწარებული ამათ დასაჭერად.
და უცებ უყურებენ ამ პატარა საქართველოს, რომელიც აი აქ $1.2 ქუთაისში მოიტანა ახლა. და ამაზე ხელი ეწერება, ხო? აქ ეწერება ამ წუთში. სანამ არ მოეწერენ არ დავიჭერებ. ბათუმში $500 მილიონი იდება. თბილისში დამატებით და რამდენი $1 მილიარდი წელს იდება იმაზე მეტი ვიდრე შარშან და შარშანцი ჩაიდო ხალხო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭიქა არის ნახევრად სავსე. ან ნახევრად ცარიელი, ვის როგორი გაგება აქვს. მაგრამ ღმერთმა დაგვიფარო სულ ჭიქა მტრიან დაიცალოს. მაშინ დიდხანს ვერ გავცვლოთ. და ჯობია ნახევრად, თუნდაც ნახევრად ცარიელი ჭიქი დაგვაყოფილოთ და გავავსოთ. შანსი გქონდეს ვიდრე დამშრალი ჭიქით ხელში ვიყოთ ყველა შესაძლებელი და საბოლოო ჯამში ყველას მიერ მოსაძულებელი და დასავიწყებელი. ჩვენ გვაქვს კარგი მომავალი, ჩვენ გვაქვს რთული სირთულეები დღეს, ჩვენ გვაქვს დიდი გაჭირვება დღეს. საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე მეტ ბოლო 2 წლის განმავლობაში აქვს სტაბილური უმუშევრობა და ყველაზე მეტად ეს არის აქ ქუთაისში. ამაზე დიდი ტრაგედია, როცა ადამიანი დილას იღუძებს და არსად არ აქვს წასასვლელი. როცა შულს ვერ უყიდის ნაყინს თავის შემოსავლით. ვერ უყიდის სკოლაში წასასვლელ წიგნს. მე გამიგია ბევრი, მათ შორის ჩემი მეგობრები არიან ბევრი, ასე ამ მდგომარეობას ჯობია სიკვდილი. გეგონება ცოცხალი მკვდარი. ამის აბალი არის ერთადერთი. დღე-დღე მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენ ყველას დაუმტკიცოთ, ჩვენ უკეთესად შეგვიძლია შრომა, ჩვენში უნდა ჩადონ ფული, ჩვენში უნდა ჩადონ რწმენა, ჩვენი მომავალი არის ყველანი ჩვენ ხელში. დღეს ჩვენ ვაპირებთ ქუთაისის გადარჩენას. აი ამ ერთი ხელმოწერით პრაქტიკულად ეს საწარმო, რომელიც იყო ჩემი პირადად ყველაზე დიდი გულის ტკივილი. რომელზეც მე 1 წლის წინ, მე აქ ვიარე არჩევნებზე 1 წლის წინ და გახსოვთ, რომ არასოდეს არავის არ დავპირებიო რა საწარმოებს ამ მუშაობით, იმიტომ რომ მე ტყუილ არავის არაფერს არ დავპირდებოდი. მე პირდებოდი სკოლებს, გზებს, ბაგრატის აღდგენას და ამ ყველაფერს ვაკეთებდი. ამის დაპირება 1 წლის წინ არ შემიძლია, მით უმეტეს კრიზისის პირობებში ახლა. გამოგვივიდა. და გამოგვივა კიდევ ბევრი ასეთი. და გამოგვივა ყველა გეგმა, რომელზეც თქვენთან ერთად საუბრობთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და ახლა უკვე დავიკაპიცოთ ხელები, ავაგუგუნოთ ეს სამქროები, დავიწყოთ დიდი აღმშენებლობა და ქუთაისი ვაქციოთ ისევ ინდუსტრიის სანიმუშო, სამაგალითო, სანატრად ქალაქად დანარჩენი საქართველოსთვის, საქართველოს მეორე დედაქალაქად. მადლობთ. თანამშრომლობის მემორანდუმს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საინვესტიციო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. ხელს აწერენ კომპანია Georgian International Holding-ის სახელით ბატონი მიხეილ თიგიშვილი და ინვესტორი კომპანია Fresh-ის სახელით ჰალილ იბრაჰიმი.